ყველა მიცის რომ ნიკუშას მაიკაზე ხო, დანძრეული. დანძრეული. მაიკაზე კიდე რაღაც მუხლი. მაიკაზე ქონა მიწუწული. და ბევრი სესხიმე. ტრადიციული წამყვანები, ტრადიციული ორიენტაციის მაყურებელი, მატარებელი. ჩვენ ვინმართ ეგ ორიენტაციის არატრადიციული წამყვანები. თემური, ნიკოლოზი და კვიტო, ირაკლი. მე ირაკლი დამიძახეთ. იკაკო. დღეს გვაქვს სხვადასხვა თემები მოთხრეული და ვეცდებით ჩვენი უაზრო ინტელექტით რაღაცნაირად გავშალოთ და ფონს გავიდეთ. ამ უაზრო თემების შესავალი გამიკეთე შენ მე რაღაცების დაწყების წინ. მადლობა თქვი რომ სხვა რაღაცა არ გაგიკეთე. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ირაკლი. მადლობა ირაკლის რომ სხვა რამე არ გამიკეთა. კი ბატონო. ისიც მაგინდოდა არა და საინტერესო ჟამს. პოინტი გქონდა მომზადებული. აღარაფერი პოინტი აღარ მაქვს, ყველაფერი მომზადდა რამე თემა. არაფერი თემა არ მომზადები, უბრალოდ რაღაცა სასაუბრო თემები მაქვს. ჯინსებზე საინტერესო თეორია გქონდა და მე მაგას მიუბრუნდეთ, ჯერ ნიკოლოზამ დაიწყოს რაღაცა თემა. შენ გქონდა ჯინსებზე თეორია? მე არაფერი თეორია არ მაქვს ჯინსებზე საუბარს არ ვაპირებ. მე ვილაპარაკე. სხვა საკითხი. შენ ვილაპარაკე ბუკას თეორიაზე. კაი, სხვა საკითხი თუ გაქვს, სხვა საკითხებზე. არა, შენ წეგან რაც თქვი რომ ანუ რაღაცა გულისამრევი კითხვები მაქვს მომზადებულიო, მე ძალიან დავინტერესდა. ერთი გულისამრევიში ეკითხვა მაგ და გზადაგზა კიდე მოვიფიქრე. რაც მინდა ჩამოწერა. ისედაც ნარწევით თავი გამოცხადდა. გადავიდეთ, არ გვინდა ეს გრძელი შესავალი. გასაყოველად წევს უნდა. შენ მე ნუ მიმოკლებ აქ რაღაცეებს რა. და ენა დაიმო. ადამიანი ვარ და უკვე დამოკლების დრო. შენ სულ რა თემა გაქვს, აბა გააზრე. ჯო არაფერი რა, ის 3i ატლას რო ველოდი. ო, ეგ ძალიან საინტერესოა. კაცობრიობა რაღაცა. უკას მოუყევი რა არის, იმიტომ რომ არ ეცოდინება. არ ვიცი ამაზე. მოკლედ რაღაცა ტიპი მოფრინავდა, 3i ატლასი დაერქვა, რომელიც დადგინდა რომ არ იყო კომეტა ან რაღაცა ეგეთი როჟა, იმიტომ რომ გრავიტაციას ეწინააღმდეგებოდა მოკლედ. ისე გიყვება რომ გეგონება კინოს გეუბნება, მონ სპოილერი ვარ უნდა უთხრა. სადაც ჭირდებოდა ანელებდა მოძრაობა. კაი, უცხო ობიექტი გაიჩნდა ზის სისტემაში. მოფრინავდა დედამიწისკენ. ერთ-ერთი ვერსია რომ ერთ-ერთმა მოყევით რა. ხო, რომელიც ვერსია იყო რომ კომეტა ან მეტეორი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ არის, იმიტომ რა ყოფილა? რაღაცა ამოუცნობი ობიექტი. დაჟე NASA-მაც დაადასტურა. ხო, ელოდებოდნენ რომ 19 დეკემბერს შემოგრიელდებოდა დედამიწაზე რა. და გავიგებდით დაგვენძრა თუ ავშენდით. მაგრამ რიკოძე გაჩერდა. ხო. ზაფარში. იქ პატარა ხაჭაპური რაღაცა და ფაქტია რომ აღარ მოვიდა ჯიგა. ხაჭაპური მაყვალში. მაგრამ მაინც ჩვენ მზის სისტემაში დაეხეტება ჯერჯერობით. და ისევ არავინ არ იცის რა უნდა, ან რა არის რეალურად. გაჩერდა რა. არა, მოძრაობს და მოძრაობს, მაგრამ რას ჩქარითაც მოდიოდა. ანუ არც ერთი პლანეტის გრავიტაციას არ როგორც უნდა ისე აკეთებს. მოძრაობს რა. თავისთვის აბსოლუტურად დამოუკიდებლად. გაგვერხა. და ანუ NASA-მ მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ეს ქაოსური მისი მოძრაობა არც ერთი პლანეტის გრავიტაციას არ ემთხვეოდა, რომ სადღაც მოუხია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტიპია ესე იგი. აი ხედა პლანეტების ჩვენ სისტემაში დამოუკიდებლები და დემოკრატიულები არიან და იყო ვერსია რომ რა დაგვემართა. აი ეგენი ჩამოვლენ და ეგენი დაამკვიდრებენ. საერთოდ ახალი წყობა იქნება. ჩვენთან ჩამოდიან მე მგონი. დემოკრატიაც გაჩნდა. ხო და მოკლედ ამჯერად კი გადავრჩით, მაგრამ ისე ზოგადად რამდენად გჯერათ მეგობრებო უცხო პლანეტელები. რა დაჯერება უნდა. უამრავ ადამიანს არ ჯერა. სამი თვის რო ვიყავი მაშინ ვიცოდი რომ სიფრთხილი ჯერა. უამრავ ადამიანს ძალიან ბევრი სიზუსტე. როგორ შეიძლება რომ აი ამხელა მაშინ რა ქვია galaktikაში და ამხელა რაღაცა გაუზომელ და განუსაზღვრელ ტერიტორიაზე მარტო ჩვენთან აერად უნდა ვწყოთ. მარტო ჩვენს ცოცხლები როგორ უნდა ვიყოთ? ან რატომ უნდა ვიყოთ მარტო ჩვენ? ხო და უბრალოდ ისეთი 100%-იანი დადასტურება ჯერ არ ქონდა და ეხა ხო არის. ხო, ნუ 100%-იანი მაინც არ არის. 100%-იანი ალბათ სანამ არ ჩამოვა ვიღაცა და სანამ ინტერაქციაში შემოვიდა. ეგეთ მაგ დროსაც ვიღაც ტიპები იქნებიან და იტყვია რომ ჰოლოგრამა. და იმას თვარეზე დაჯდომასაც ხო იძახიან დადგმულიაო. კი, თვარეზე ბიჭო, იმასაც თვარეზე დადგმულიაო. თვარez ჩამოკიდებული. მუსმაზე მიაჭერა. არა, იმასაც ძალიან ბევრი ბაზრობს, რომ ზოგადად NASA მთლიანად რას ვიდეოს და რაღაცებს რო ქვეყნებს ფეიქიაო. და ბევრი ვიდეო დევს რა, რომელიც თამაშობ. უღიზიან დინოზავრს ეთამაშება. ზურგს უღიზიანებს დინოზავრს ესე. დინოზავრის მან დააქვთ. ეროგენული ხო და დინოზავრებიც, ანუ შენ ამბობდი რომ დინოზავრებიც უცხო პლანეტელები არიანო. არ ვიზახდი მაგას არასდროს. ეგეთ დებილობას არ ვიზახდი. არ გითხო ამ ჩვენ ბევრი გვილაპარაკია მაგ უცხო პლანეტელებზე? მე მგონია რომ ადამიანები ვართ უცხო პლანეტელები.
ანუ იმ როჟებისთვის ჩვენს უცხო პლანეტელები არა, იმენა დედამიწაზე ვართ ჩვენ უცხო პლანეტელები. ვისთვის? ცხოველებისთვის? დედამიწისთვის. დედამიწისთვის ვართ უცხო პლანეტელები. მე ეგეთი ვერსია საიდანღაც მოთხრეულები ვარ. ჩამოყვანილი. რაღაცა ბაქტერია ვიყავით უჯრედი. აზრი, ანუ მუღამი რა არის? მუღამი არა აქ არანაირი, უბრალოდ შემთხვევითობის რაღაცა მოხდა სადღაც რაღაც გაურკვეველი დეჰელე აფეთქება თუ რაც არ ვიცი, რაც გინდა ის და აზრით ადამი და ევა, ანუ სასთელი ვერსიები იყვნენ და როცა არავითარი ადამი და ევა. ნება უნდა ყოფილიყო, ადამიანის ბოლომდე თავისუფალი ნება უნდა ქონოდა, თუ უნდა შეზღუდულიყოდა, აი ამაზე იყო ალბათ რაღაცა მაზიანი შემქმნელებს შორის და ეს ვაშლის თემაც რაღაცა მანდ გონია რომ გადის. ვაშლის ჩინელების შემოგდებული. Yes no ალგორითმის თემა იყო რა, რომ თუ ეგრე პრიმიტიულად არ მგონია. ნება თუ უნდა ყოფილიყო ნება მაშინ ეკვეოდა ადამი და ნება. ადამი და ნება. ბიჭო, ხო, მე გადადი შემდეგ საკითხზე. მე ქრისტიანული სწავლების მჯერა მაგნაწილში. კარგად, ბოლომდე დაიჯერე. მჯერა. მათ 100% სიმართლეების თან რო დაუჯდები და ბოლომდე გელაპარაკებია. კითხვები თან არ უნდა დასვა. სული აქვს რომ რეული თელი მუღამის არის რომ ვინ უნდა გიშალო კითხვის დასმა შეცია. პასუხი არა აქვს თორე. როგორ არა? ყველაფერზე. აგი ბორჯომი ლიკანი, სვა. ძალიან ყველაფერზე პასუხი. ყველაფერზე არა პასუხი არა აქვს. ღვთის ნება. და ზუსტად მაგას არ იშველი არის რელიგიური ეგრე სწავლება, მაგას იშველიებს რომ გეუბნება რომ დაინტერესდე რაღაცებზე მიღმა, ეგ უკვე ცოდვაა, იმიტომ რომ არ გეუბნება. просто შენ რო არ გეუბნება მაგას. რაღაცა. ვინ ესე ვიღაცა მამა უსახას და გვაქვს მამა ნება. ანუ ეგ არის თემა რომ ანუ ცოდვაში შედიხარ, იმიტომ რომ რაღაცების უნდა იწამო და არ უნდა ჩაეძიო. არა, ვაფშე არ არის ეგრე, ეგ არის მცდარი აზრიც, მაგრამ. კაი, გაუყვა. რაც გაგიხარდება. კითხე, მოძებნე და პასუხი რაღაცებზე არის. ნუ პრინციპში ყველაფერზეა, მეორეა, შენ რამდენად გჯერა მე რა, თორე. ბიჭო, პასუხი რო არ არის ყველაფერზე, ზუსტად მანდარი რწმენა. პასუხი რო ყველაფერზე იყოს, ეგ უკვე ცოდნაა. რწმენა ზოგადად მაგას მოიცავს. რომ რაღაცები არ იცი, მაგრამ რაღაცის გწამს. თუ იცი და თუ მაგაზე პასუხი არის და დანამდვილებით არის. ანუ მაგიტო დავიწყეთ ხო? ანუ უცხო პლანეტელების არსებობის გჯერა თუ არ გჯერა? ანახი რომ ყავდეს და ინტერაქციაში რომ ვიყო შესული და კომუნიკაცია მქონდეს დამყარებული, გჯერა კი არა, მე ვიცი რომ არიან. ბიჭო, აი ცაგოს ქონია კომუნიკაცია უცხო პლანეტელებთან არ არის. ცაგო გინდა? ცაგარე. მიხეილ ცაგარელი? ჭამოთ მიხეილ ცაგარელი. გავიგებზე. ბევრჯერ ქონია კომუნიკაცია. შეჭამეს ეგრე ვიღაც ცნობილი ტიპი ხო შეჭამეს. აუ ვიღაც ცნობილი წერალი არის, ეგრე წავიდა კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად აბორიგენებში და შეჭამეს. საყვარელი. იმიტომ რომ რაღაც ტყომებს ჯერათ რომ იმ ადამიანს ვისაც შეჭამ, იმის ძალები გადმოდის და ეხლა ეს ყველაზე განათლებული და მწოდნე იყო და შეჭამეს. მაგითო გინდა ცაგარელის ჭამა? ო, აბარა. ო, მაგის ცოდნა გადავა. ასტროლოგიური ცოდნა. მე მაგის ცოდნა კუჩი გავიდე მაგის ცოდნა. კავანია მოიშორო. კარგი. ხო და მან რა არის ეხა ნახე. ეხა ნახე, მე გეტყვი. არა, თეორიას ხო მე გეტყვი. მე გეტყვი. მე ხა მე მაგის არ მჯერა, რა იცი რა არის, ყველაზე მაგარი უსაფრთხო პოზიცია არის რომ მე არ ვიცი რა. კი, ძალიან კაი პოზიცია. აი ყველაზე მარტივია. აბა საიდან? აბა საიდან? პულსი შვილი ვიყო, ხო და რაზეც აი ვიღაცა ტიპი მეუნება 100% ეგრე არის, всё იმ ტიპთან სერიოზული ბზარები ჩდება. ანუ რაღაცა ვერსიები, რაღაც ვარაუდები ყველაფერს არსებობს. 100%-იანი დამტკიცებაც არის ხო, ნუ აი ცხვირზით იცროვი და გძნო. კაი, ეგ არის 100%-იანი. მაგრამ ის მაგრამ როცა გაბუჟებული და ყველა. ხო, როცა გაბუჟებული და უკვე ეჭვდება. всё, რა ცხვირი არ არის. აუ, აი გაბუჟება ძალიან ესეთი მე მგონია პალში რო შედიხარ, ფეხი გიბუჟდება ხოლმე. სულ რო ვიღაცა რაღაცა ორგანიზმი მოვიდეს და გითხრა სრული სიმართლე, ვერ გავიგებთ. ჩვენი ტვინი ვერ არა, ხო, იმ ვერ აღიქვა? მაგდონეზე არ არის განვითარებული. არ ვართ განვითარებული. რას ვერ აღიქვა? ანუ აი ვიღაცა რაღაცა გაურკვეველი ჩვენზე განვითარებული ტიპი რომ მოვიდეს და სრული სიმართლე რო აგვიხსნას, ჩემი აზრით ძალიან დიდი დრო დაგჭირდება რომ გადახარშო რა, რას კი, რა თქმა უნდა. ეხა ეგრე 2x2 4-4-ია. შეიძლება ისეთი რაღაცა, რაზეც არანაირი ინფორმაციული ჩანაწერი კაცობრიობის ისტორიაში რაც არ არსებობს. ხო. წარმოსახვის დონეზეც კი რაც არ არსებობს ინფორმაციულია, ეგეთი რაღაცა რო გაიჩიტოს, შეიძლება ვერც დავინახოთ და ვერც აღვიქვათ. მაგას გეუნები რა, ანუ აღქმის ის არა გვაქვს. არც უნარი ჩემი აზრით. არც დრო. დიდ მასშტაბებში შეიძლება ვერ გავიგოთ, ხო? ანუ რაღაცა შეიძლება ერთი 5 ტიპმა გაიგოს. ოღონდ აი ოდნავ გაიგოს რა, რაღაცა მოეჭიდოს. ის 5 ტიპი თუ ცეცხლზე არ დავწვით,
როგორც ძირითადად ძირითადად წავთ ხოლმე. როგორც ისე ეგეთ ხუთ ტიპებს. ვექცევით ხოლმე, ეგ ტიპი უფრო განავითარებს და მომავალ თაობას დაუტოვებს სოდა და შეიძლება ერთ 300 წლის მერე დაიდოს. ვიღაცამ რაღაც რაღაცა დააშენოს აი და ეგრე 3% გავიგეთ რა. ხო, ეგრე. ეხა ეს ტიპიც რაღაცა რომ მოფრინავს ჩვენთან. აი ხო ძალიან მოფრინდა პრიმიტიულად დავწვათ ეგრე. იმდენად პრიმიტიულად უყურებთ ამ ფაქტს, ეხ ჩვენზე მაქვს საუბარი, შეიძლება ვიღაცა ძალიან brain ტიპები ზიან, ვინც უფრო კარგად ხედავს, მაგრამ ჩვენზე მაქვს, რომ აი მოვიდა, გაჩერდა, დადგა, წავიდა, აგერ ჩვენ ვლიცინებთ, აი ხო, აბსოლუტურად სერიოზულად მაგას სერიოზულად არ- როგორ უნდა მიუდგე. მაგას რო სერიოზულად მიუდგე, მართლატვინი ამიდუხდება, დეპრესიაში ჩავარდები და სადღაც დეპრესიაში ჩავარდები. სამ თვეში გავლოცდები. დეპრესიაში რა ჩავარდები. ბიჭო, რაღაცებს აი მე მაგალითად მქონია ეგეთ შემთხვევები, რომ აი უბრალოდ ბალახზე წამოწოლ რაჭაში, ვარსკვლავებს უყურებდი და ისეთ ფიქრებში წავსულ ვარ და იმდენად პატარად და აი ვაფშე აზრზე არა ვარ არაფრის, რომ ცუდი ფიქრები სუსურობის ვიცუნები შეგრძნება და გაბარიტული ეგ ეგრეა. შედარებითობა კი, ისეთ ნებისმიერ, იქ სუსურობის მილიონი შეგრძნებას რაღაცა ბარდებს, ერთვება, რომ ხო. ანუ აი მეც მაგრამ მენზე რო წარმოვიდგინე ხო, და ეგრეა. ვანებებ სულ თავს. იყო და რაღაცა სულ იქნება და სულ არის და აქეთაც სულ არის და იქეთაც სულ არის. ეგ ჩემი სისუსტეა. შეუცნობელი რო არის. აზრი არა აქვს მაგაზე მსჯელობას, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვიფიქრე, მე მაინც ვერაფერს ვერ გავიგე. შესაბამისად მე ბევრად მირჩევნია ვიფიქრო იმაზე, რომ მოფრინდა ამ დეკემბერში ჩემს თუ ავატარი გამოვიდა მაგალითად ეს რა. მოგვიყევი ავატარზე. დებული რამე. გადავიდეთ შენ ავატარზე. იყავი მიწვეული მაგის მე ხო არ ჟიური ქონია ვიყავ. ჩაწერა. არ ქონია. არ ქონია. ავატარის ავატარი. 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 მიგიწვიეს ავატარზე. ხო. რა იყო? რა ჩვენება იყო? რომელი ავატარის? მესამე ავატარი გამოვიდა, ჯეიმს კამერონის ტრილოგიის მესამე ნაწილი, შეიძლება ტრილოგია. ჯეიმს კამერონის ავატარი. ცხელები იყო? რას უფრო ცხელები იყო კი, ოსტრი, წყობა და? ქვეშ. ხის არა, მართლა მაინტერესებს მოყევი რა, ხო. საინტერესო კარგი იყო ძალიან. თუ რაღაცა ძალიან. თემა არის ისეთი რომ იქ რაღაცა მარკეტინგულად რაღაცა არაფერი არ საუბარი იყო ისეთი რომ არ უნდა ილაპარაკო, სულ წიხსენ კიდე. მაშინ მოყევი. არაფერი. როგორც სერიოზულად მოყევი რა. თუ მაცდით მოუყვები. კი, ხო და მივედი. მოყევი რა, იქო რა გიყო. თქვი, მე ვიცი რომ მაგარი ყლეობა იყო და ეგრეა, თუ არა. არის ყოლება ძალიან კაი იყო. ხო და მოყევი შეჩემა რო გავული. კაი, всё. მოყვე? ავატარზე იყავი, ხო, მიწვეული შენ. კავე მიწვია და ხურულ ჩვენებას. ვაფშე აღარ მოყვება და სლოვა პაცანაზე ვიყავ. სლოვა პაცანა ძალიან ძლიერი. სლოვა პაცანას პრემიერა იყო, ჯეიმს დღეს კამერონმა დახურული გადაიღო პრემიერა ბოლო იყო, ხო? სერია, კი, დახურული. სლოვა პაცანა. დახურული სლოვა პაცანა. Закрытая слово пацана. Джеймс Матио Камерон. Терминатор 14. მარტო ბოლო სერია გადაიღო? შუა, ანუ ყველა სერიიდან იყო შუა ნაწილები. ამოკრებილი, ამოკლეჭილები. გადასკოჩილი ეგ და კოშკის საუკეთესო. იმდრო ჯეიმს კამერონ ავატარი. აზრი არა. მოკლედ ჩვენ გქონდა იდეა რომ მოყვები, რო გქონდა მოიცა. მე მართლა მაინტერესებს სერიოზულად და მოყვები და всё ასე. ხო და თემო შენ გქონდა კიდე რაღაც ჯინსებზე თეორია. ჯინსების თაობიდან არის. არა, ჯინსებზე არ არის თეორია. ეს ვიოლეტის თაობა. ჯინსებზე, რა ჯინსებზე თეორია? ვარჯიშებზე. ჯინსებზე დღეს რო საუბრობდი. ჯინსები, არაჩვეულებრივი ჯინსები ვიყიდე ლილოში. ხო. საოცარ რიგს მივაგენი. რომელი რიგია? მე-14 რიგი. 14.3 მეოთხე. პლატფორმა. და შედაეჭო. დაეჯაკო, უნდა და პირდაპირ აი ჯინსებში. არტურასთან გადიხარ. არტურასთან გადიხარ, კი. მეტი საინტერესოს არაფერს არ მოიცავს ეს ჯინსების თეორია. ანუ მალა ვარ გინდა რომ ხალხში რა თქმა უნდა, რა გაავრცელოს. თქმა უნდა, ეს ამბავი არ მინდა რომ კაი ბატონო. მოდი ახლა შევაფასოთ 2025 წელი. შევაჯამოთ. ჩვენ წინ საახალწლო სპეციალი კიდე შევაჯამოთ. ჩვენი საახალწლო სპეციალი შეჯამებას მოიცავს? საახალწლო სპეციალს შეიძლება საერთოდ არ შევაჯამოთ და ხო, ვიბაცოთ. რაღაცა მოვიფიქროთ რა ვქნათ ახალ წელს. ხო. არ დაგვიწეროთ კომენტარები, ისედაც არაფერს არ გვიწერთ და შემოგთავაზეთ. მოდი ჩვენ ჩამოთვალოთ ვერსიები. გითხარით რა არ ვქნათ? რა ვქნათ, то есть ერთ სამი ვერსია ჩამოწეროთ და ახალ ვქნათ. ხო, რაღაც განსაკუთრებული ეპიზოდი ხომ უნდა ჩავწეროთ. შემდეგი შაბათი უნდა ჩავწეროთ განსაკუთრებული. შენ YouTube-ი ერთი ჩვეულებრივ 4-ჯერ რო ძალიან გქონდეს არა- ნანახი, მიხვდებოდი ახალ წელს YouTuber-მა რატო უნდა ჩაწერო განსაკუთრებული ხო, ეპიზოდი. მაგრამ ანუ აი რატომ უნდა ჩავწეროთ, არ ვიცი, კაი, შავ კითხვას. ყველა სადღაც ხურავ წელს სადღაც ხომ მუშაობ. და ულოცავ ახალ წელს. შენი კომპანია მაყურებლებს. საახალწლო რაღაცა განსაკუთრებულს ხო აკეთებს? არ მანდაც მაგ კითხვას ვსვავ ხომ, რატო აკეთებთ? ხო და აქაც ნუსვავ რა მაგ კითხვა და არა, ანუ ხო, რატომ მართლა მაინტერესებს, ანუ რა პროსტა რა, აი რაღაცა გასართობი. აა, მაგალითად ჩავიცოთ? მოუყვეთ? არა, არ არის აუცილებლად შენ თუნდა ჩავიცვათ. ჩავიცოთ კიდევაც. ანუ მე რეალის მაიკები ჩავიცოთ. ერთ-ერთი საახალწლო რეალის გამო. რეალის მაიკები. კრისტიანო სანტა. შეიძლება ეგეც ვერსია არის ერთგვარი.
ხო და ან ჩამოთვალოთ რა შეიძლება ვქნათ. ხო. ჩამოთვალ დაიწყე. ერთი მე მინდა რომ ქუჩაში გავიდე. ხო, ერთი ვერსია არის ნაგვის ურნასთან ჩაწერა, მაგრამ რატოა განსაკუთრებული? არავით არის ნაგვის ვერ ვიგებ მაგას, თან სუნი შეგვაწუხებს და სუნი შეგვაწუხებს. უბრალოდ ქუჩაში გავიდეთ. ესე 3 კამი გავიტანოთ, დავდგათ ქუჩაში გავიდეთ და ჩვენ ხო გვაქვს 500 ლარიანი ვაუჩერი. ხო, იმის საჭაშნი. ჩვენი ვაუჩერი. ჩვენი. და გავყოთ 5 ნაწილად და დაურიგოთ ხალხს. 100 ლარიანი? ხო. თუ ჩვენ ჯობია წავა. რა თქმა უნდა ჯობია რომ ჩვენ აუცილებლად დაურიგოთ. აუცილებლად. თან ახლა უკვე მაგასაც დავდგათ. ახალგაზრდა ფული ყველას აქვს. მაგასაც დავდგათ ქუჩაში, რა? ვითომ მე მოვედი. ვა, რა ხდება? ეს ბუნკერია. და შენ ვერ გიცნობ ფანძი ულაშები რო გავაკრებ. ძაბანძი. ან კაპარომაც. სნეგურაჭკას. მე მინდა მოკლედ ქუჩაში. შენ თემო? მე სახში მიჩვენი. ანუ არ იქნება შენ ჩაწერა. გავტესტოთ ქუჩას. ქუჩა. საკითხს. მე მაქვს იდეა. როგორი ეპიზოდი გავაკეთოთ? სკვერი შეგვილია ავარ. სკვერი კი არა, სახალხო ბაზარი ხო არის? არა, მან არ მინდა მისვლა. მან და კიდე იქ რა ქვია. всё, ясно. სანუ სხვანაირი სახალხო ბაზარი არის. სკვერი რამე რა? ანუ გარემოც რო რაღაცა ისეთი. დედაენის ბაღი მაგალითად. დედაენის ბაღი. უბრალოდ ანუ ყველანაირი მუნიციპალიტეტის მორთვის გარეშე არსებული ტერიტორია, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება რა. ვაკის პარკი, წითელი ბაღი, ბლյაცკი ბაღი. ბლյაცკი ბაღი. ბავშვებს უყვართ ბლյაცკი ბაღი. რამდენჯერაც მან ნაჭყუარი. კაი, მოკლედ, ანუ რაღაცა ხალხში გავდივართ და იქ გავდავწყვეთ რას ვაკეთებთ. კი ბატონო, დავდგათ რამე სტენდი. სტენდის დაბეჭდოს ვერ მოვასწრებთ. ვერაფერს ვერ, პროსტა დავდგეთ. პროსტა ჩვენ დავდგეთ. უბრალოდ სტენდი დავდგათ. ვერც კამებს ვერ წავიდებ. ისინი ჩამოვჭრეთ. ის მინდა გავიგეთ, აი წითელი ყურის სტენდი. ყურის სტენდი გაიგეთ. ძალიან ისეთ გააქვს. ფირმა წამყვანი დავიდეთ და ფირმა კოიმებს რო აქვთ ხოლმე რა წამყვანებს. გამოვლელი ჩავწეროთ ხოლმე. დავაი. ვიღაცას იქნებ მომუდეს ნაცნობი შეხვდება, უცნობი შეხვდება. ვიღაცებს თავარია მევალე არ შეგვიძლია. გავაფრთხილ. მევალეები შეხვდებიან გავცეთ. გავუქვითავთ. და ლაივი ჩავთოთ რა. 2025 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. რა მხრივ? იმ მხრივ რომ დავიწყეთ ბუნკერის კეთება. რაღაც საინტერესო გზას გავდივართ, ჩემი აზრით, სადაც ბევრჯერ ვიბნევით, ბევრჯერ რაღაცებს ვერ ხვდებით, როგორ მოვიცეთ, მაგრამ ძალიან მომწონს მე ეგ პროცესი რა. რომ ეს ვცადოთ და რაღაცა გზას გავდივართ და ეპიზოდიდან ეპიზოდამდე იყო დრო რომ ვიზრდებოდით. ეხლა ეპიზოდიდან ეპიზოდამდე რეგრესი გვაქვს, მაგრამ ესეც მე მგონია რომ ხო, ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ეგეც რა. განაგრძე. ეგეც მე გლობალურებზე თუ საუბრობ, როგორც გინდა, რა მნიშვნელობა აქვს. ბუნკერი გლობალური. ეხლა ცოტა უფრო ისეთი ლოკალურზე გადავალ და მე 2025-ში ყველაზე მაგრად არაფერი არ დამამახსოვრდა ესე განსაკუთრებით ერთის დამამახსოვრდა რომ თითქმის სუბხიზელი ვარ 2025-ის ნახევარი სუბხიზელი ვარ ნახევარზე მეტი ნახევარზე და ძალიან ბევრი საინტერესო კარი გამიღო ამ სიფხიზლევ და ბევრს გირჩევთ რომ სრული სიფხიზლე 100%-იანი სიფხიზლეს დაუჭიროთ ჩამოიღე ხელი ხარი ხა გავიჭედე ეს გაკ სიფხიზლე კიდე რაც ყველაზე მაგარი იყო 2025-ში ის იყო რომ ბევრი საინტერესო სერიალი გამოვიდა ჩემთვის მეტი არაფერი არ მახსენდება თემო შენ რას სიფხიზლეში აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლის ნამდვილად აღმოჩენა იყო 2000 მე აღმოჩენა არის 2024 წლის მიწურულიდან ხო ნოემბრიდან ნოემბრამდე რა საფუძველი ჩვენ ამას მაგრამ 2025 წელს უკვე რაღაცა შედეგებზე გავედით. კი. მე პროფესია შევიცვალე. ბუნკერი რა თქმა უნდა ძალიან ესეთი ღირსშესანიშნავი მომენტი არის 2025 წლის. პროფესია არ შემიცვლია, მაგრამ რავი, რაღაცები გავაფართოვე ჩემს კერძო საქმიანობაში. დისტრიბუციას გულისხმობ. ცოტა გეძინება ეხლა. ცოტა გეძინება კი. ხო, ასევე რავი, სიფხიზლეს მიღობამ სიგარეტს ამოვაგდე. თვეა დავანებე თავი, ნუ ცდელობა არის ჯერჯერობით ვთვლი რომ ცდელობა 18 წლიანი წეველის სტაჟის სკვალობაზე 3 თვე არ ვეწევი, ის ვერ დავარქვენ რომ აღარ ვეწევი დავანებე რომ. მაგრამ და რა დადებითი მხარეები აქვს რომ აღარ ეწევი მაგას? რა დადებითი მხარეები აქვს, რომ გაცილებით კარგად ვთქვა. უარყოფითი? მე ანუ თან ესა მაქვს, ფილტვები პრობლემატური მაქვს, ალერგიული. და უფრო გაგიმჯობეს და ვსვეთქო. და ვარჯიშის მეტი
შესაძლებლობა მაქვს და თქვა უკეთესი და რა ვიცი და უარყოფითი? უარყოფითი? არაფერი უარყოფითი არა აქვს. და ანუ რა ეს არ გენატრება? ფულის დაგროვება დავიწყე, ანუ სიგარეტში რაც უნდა დაგეხარჯა? ჯავდი სიგარეტში და ვეიპში. 100 ლარი ხო არა? კი, მაგრამ ნუ არ რამდენი წელიაო ეწევიო ფერარის მაგალითი რო იყო. რატო არ გიყენია გარეთ ფერარი? რატო არ გიყენია გარეთ ფერარი თუ არამწეველი ხარ და რაღაცა ეგ დამახსოვრებული მაქვს დიდი ხანია და გინდა რომ ფერარი იყო. უნდა რომ ფერარი დაიწყო. მაგრამ ნუ რა ვიცი ფერარი შოურუმი გახსნეს თან ჩვენთან. მანდაც იყო კვიტომი ხო, წვეული. ეხლა მეც გავიგე, სადღაც ბელიაშულზე გაიხსნა. ბელიაშულზე არ ვიცი სად გაიხსნა. იქ რო იყო ფერარის ცენტრი. იმის გზაზე, ამირეჯიბის გზატკეცილზე, რაგბის კავშირის. მე მაქვს თეორია რატო გახსნეს ფერარის ცენტრი. აბა, რუსებს უნდათ რომ წაიყვანონ აქედან მოკლე გზაზე, ხო? დიდი შანსია. არ არის. აბა ეხლა საქართველოში აზრს მოკლებული. ბიჭო, იყიდი რა ჩვენთანაც აქ ხალხს. აი 20-მა, 30-მა, 50-მა კაც. პრადო გამოსული არ არის შეჩემა, აი იმენა გამოდის თუ არა, მე გავიგე, სხვა რამეზე მაქვს საუბარი. მეორე დღეს რავი ნახევარი თბილისი პრადოთი, ახალი პრადოთი გადის შეჩემა და შეცდომა აი. ნახევარი არ არის, ძალიან ცოტა საქმე. თუმცა ანუ რასაც ნიკუშა იძახის ნაწილობრივ მხრობი, იმიტომ რომ რა 4-ზე არის ეგრე. 2026 წლის აპრილში არის პრეზენტაცია რა 4-ის Toyota და უკვე წინასწარ გაკიდული ცენტრი Toyota საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები Toyota ცენტრი კავკასია ჩამოიყოს მარტში ან აპრილში და ნოემბრის დასაწყისიდან მოყოლებული უკვე გაყიდულებია რა. ანუ ხალხი 8-9 თვიან რიგში დგას Toyota რა 4-ი ერთმანეთს ხო არ უშლის ეგ ამბავი რომ თან ქართველები წიგლობენ თან ძალიან მარაწილი რუსები Ferrari იწყება 350-400,000 დოლარიდან ზევით ცენტრიდან რომელიც ხო, მაგრამ ეს თურმე ეს Ferrari რო გახსნეს hot card-ში ჩაერთვება და ანუ ერთს რო ყიდულობ მეორეს გაძლევენ. შაბათ შეგილია იაფად იყიდა. ხო, ერთს რო ყიდულობ მეორეს გაძლევენ. რა კარგი. და მანქანის სუნი მოყვება კიდე, ხო? ძალიან მოოქროვილი სუნი. ხო, ეგეც მოყვება. თავს დიდ რა გაგზნობინებს, რამდიდან ადამიანად. იკო ეს რა დოზი ხარ გეხვეწები გავა. ხავს ვასვენებ. ესე აკეთე. წინაზე ეგრე ბიჭო რაღაც დამჩემდა ესე ჯდომა. გიხდება ძალიან შეჩემო. აი ეგრე ვიღაცები ხო ესე ფიქრობენ. ხო. ესე ვფიქრობ. კაია. ანუ Ferrari-ც გავიგეთ. Ferrari, კაი, კიდე რა მოხდა საინტერესო. საინტერესო კიდე რა მოხდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშენებს ფრონტის ხაზთან სადღაც ძალიან გრძელ Ferrari-s ტანკსთან აღმდეგო თხრილებს, რომელიც იქნება დანაღმული და რაღაცა Ferrari-s ნაღმები. ანუ ეს მეორე დღეა. აქტიურად მიდის სოციალურ ქსელში. მაგრამ მე ვაფშე არ მომხვედრია ეგ ნიუსი და მაგრამ ნუ აი მე გუშინ ღამე წავაწყდი და რავი დღეს ალბათ შენს სადღაც გაგეჩიტება ეგ ნიუსი. ცოტა ხანი გადავეჩვიე სკროლას რა გადავიჩვიე თავის სკროლას, იმიტომ რომ აი ისე ვიღლები ხოლმე რომ მივხვდი რომ პროსტა აი არაფრის მომცემ ინფორმაციას ვიხრი თავში და არაფერში არ მადგება. გარდა იმისა, უბრალოდ ნერვები მეშლება. და ცოტა ხანი არც Facebook-ზე არ შევიდა, ერთადერთი ცოტა ხანია შეიძლება 1-20 წუთი გავსკროლო Instagram-ის rilsები, იქაც გადაობები და სასაცილო კონტენტი მარტო. ძალიან მინდა რომ იმ თემას ირიბად შევეხოთ და თუ გინდა განვავრცოთ, თუ გინდა მე ჩვენ ცალკე დავშთეთ და მაგაზე ვილაპარაკოთ სერიოზულად, იმიტომ რომ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა. ის კანონპროექტი, რომელსაც ახლა აუცნება აპირებს, რომ გაიტანოს და დაამტკიცოს რომელი ბაზებთან დაკავშირებით, ანუ ალკოდამოკიდებულთა, ნარკოდამოკიდებულთა, ფსიქიატრიული ჩარევა, ვისაც საჭიროებია და კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით, ვისაც უმკურნალია, ანუ ამათი საერთო ბაზა და აღრიცხვა იქნება, რომელიც გარკვეულწილად მერე იქნება გამოყენების საგანი გარკვეული შეზღუდვებისთვის რა, ეს შეზღუდვები იქნება მართვის მოწვევის გაცემაზე, იარაღის სამსახურს ვერ დაიწყებ. სამსახურეობრივად საჯარო, არასაჯარო. ანუ უფრო მეტი კონტროლი ექნება მასზე. კონტროლი ექნება და ანუ ის რეპუტაცია, რომელიც ისეც ეხლანდელი რამდენად ნაღდია. რამდენად რა? ნამდვილად ნაღდია ეგ. ბიჭო, არა, ფსიქოლოგები ლაპარაკობენ, ანუ აქტიურად მიდის ამის განხილვა და მსგავსი კანონპროექტი, რაც კი რამე დააინიცირეს ტროტუარზე ჩამოჯდობიდან დაწყებული. კარგისთვის არაფერს არ აკეთებ. ანუ ყველაფერი გაუკეთებიათ და ყველაფერი გააკეთეს, ყველაფერი დაამტკიცეს, ყველანაირი ჯარიმა დააწესეს ყველაფერზე, ყველანაირად ყველა შეზღუდეს და ყველაზე ხო და ეგ რისთვის ჭირდებათ, რომ უბრალოდ მასები კარგად გააკონტროლო. მასები კარგად გააკონტროლო. ბიჭო, მარტო გააკონტროლო რა არა. მე რო ეხლა სასმელთან დაკავშირებით რაღაცა რომ მქონდა ისეთი აქტიური მოხმარება და რომ დამჭირდა თქვა სიტყვაზე რამოდენიმე არ არის შემთხვევით ეს ამაზე საუბარი.
ესე კომფორტული, მაგრამ აი რომ დამჭირდა რამოდენიმე კონსულტაცია ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან თუ არა აქვს მნიშვნელობა ვისთან, თუ შემდეგში უკვე მე ვიქნები რაღაცა ამ ბაზაში პირობითად და ანუ ნებისმიერ დროს თუ ჩემი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური მესიჯები Facebook-ზე თუ ანუ უბრალოდ მარტივი ის იქნები რა. ხო რა, ანუ სამართავი ვიქნები ხო ნებისმიერ დროს შეუულიათ რომ გამომიყვანონ მე პირობითად რომ მე ვარ არა ადეკვატური, მე ავატყოფი ვარ. გიჟად შეიძლება რაღაცები შეგვიძლია აგიგრძალონ რა იმ ბაზაში. შემიზღუდონ მართვის მოწმობა, შემიზღუდონ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება, რაღაცა პროცესები შეიძლება საჯარო სამსახურშიც შემეზღუდოს მუშაობის დაწყება, არ მქონდეს კერძო ბიზნესის ფლობის უფლება, რაღაცა დავასაქმო, ანგარიშებზე შემეზღუდოს, ანუ მე როგორც უნდათ ისეთნაირად გამოიყენებენ ამას და ეს ერთ-ერთი ძალიან საგანგაშო ისეთი საკითხია, რომელიც აი მართლა უკვე ყველას შეეხება განურჩეულად პოლიტიკური და რელიგიური წამსისა და აქტივობისა. ჩვენი ფიალა ხო ძალიან ღრმა, არასდროს არ ივსება. ხო, ეხლა ადრე ხო იყო რომ აი ბოლო წვეთია და ბოლო. ეხლა არის ძალიან დიდი შლანგია ჩამოშველი და გადმოდის ჩვენ. აი ქვემოდანაც გაზდის. აი ეს მდგომარეობა. ხო და ჩვენი ფიალა ვნახოთ სადამდე მოითმეს. ეხლა პოზიტიურზე შეგვიძლია გადავიდეთ. 20-25 წელი ვნახოთ რამდენად ღრმა ფიალის ქონია და 26-მდე რა გადაყვება და რა დარჩება 25-ში. გამოჩნდება. პოზიტიური რა გვაქვს? პოზიტიური ეხა მოდი ის რო არის რა. რესელერს რო დაითქვამენ ხოლმე რა. რა? ვერ ვიცახი მაგ სიტყვას დამავიწყდა. ცადე თავი. resolution-ები დავთქვათ 2026-ის. ანუ რა გინდა რომ ჩაითქვა და აასრულო რა. ხო. დავай. მაგაზე კონცენტრირდე. 26 მე მინდა წონის დაკლება. შენ გინდა წონის დაკლება. მეც მინდა 20 კილოგრამის ამანო წონა დაიკლო. დაკლება. ამან წონა დაიკლო. ყელში აქვს ამოსული ამას. რამდენი? მოდი თქვი ციფრი. მე ეხლა შეგიძლია თქვა რამდენი? კი როგორ არის? 200? ეხლა? ხო. 200 არ ვარ. ეხლა ვარ 106 კილო. 106. გინდა? მინდა რომ ვიყო 85. ანუ 20 კილო გინდა რომ დაიკლო. ცოტა მეტი. ხო, კაი. 20 კილო დაიკლო. საწყის ეტაპზე თანახმავა რომ 90-ზე ჩავიდე და მე ნელ-ნელა მივყვე რა. 10 კილო რო დაიკლო. ძალიან ხო ერთ წელიწადში 10 კილო ძალიან გულები და ძალიან ჯანსაღი ტემპი არის ტემპისთვის და ისეთი უფრო უსაფრთხო ისე რომ თან მე უკან არ ხო ეგ მთელი მუღამი ეგაა თორ ვიშიმშილებ და დავიკლებ ხო სხვანაირ კვების რეჟიმს რომ მე უსვათ არა შიმშილი ძალიან სიგიჟე იდიოტიზმი შიმშილი არა მილიონი უკვე ისა ყველა ვინც ნუტრიციონისტია და ვინც რაღაცა კვებაში ერკვევა ყველას თავის Facebook და YouTube არხები აქვს უწუც შეგლია გაიგოს. კი. შემა პროსტა ერთადერთი უნდა რომ ნების ყოფა უნდა მეტი არა. ნების ყოფა და ვარჯიში უნდა მიაყოლა და ვსო. ნების ყოფა უნდა პირველ რიგში. არ არის აუცილებელი 200 კილოიანი შტანგებიც. ხო რა, ცომი უნდა ამოიღო. ხო, ანუ ნების ყოფაზე გადის მთლიანად ეგ ამბავი. ტკბილი შეგლია ჩაანაცვლა მაგალითად ბანანით. ბიჭო მე ტკბილთან, გაზიანთან ეგეთ რამებთან პრობლემა არ მაქვს, ცომთან მაქვს მე პრობლემა. ცომი შეგლია ჩაანაცვლა. 6-ის მერე ჭამა ავრი ამოსაღები აბსოლუტურად. ხო, მაგას ვერ ვიღებ. ხო, ეგ ანუ 2-3 კვირა 8-ზე მოვდივარ სამსახურიდან და შეამცირებს, ვსო. ხო. ანუ მართლა დედას ვიცა ვარ, ხო, ამდენი წელია ერთი და იგივე წონაზე ვარ. თავარი მუღამი არის, რომ პორციები, ანუ ხანდახან გამირბის რა თქმა უნდა, დღეს მაგალითად რავი 6 მოდო გივჭავე, მაგრამ მთელი კვირა აი ისეთ პატარა დოზებს შევჭამ, რამდენის ვიცი რომ ყოფნის, ყველა სხვადასხვა ისა გრაციონი რა და პახოვი არის ძალიან მაგარი სიარული, ხო, ფეხით. ნუ ვარჯიში რა, აი არაფერს თავს არ ვიგიჟებ. დღეში ვაკეთებ მაქსიმუმ 70-80 ისე გაქვს შენ როგორც გითხოვს წონის მატებისკენ მიდრეკილება გაქვს მატების არა ჭამა მადა მაქვს რა ხა მადა გაქვს ხომ არა ანუ გითხვია რა რომ 3-4 კილო ისე მომიმატებია 2-3 დღეშიო რომ ლუდს რო ვსვავდი მაშინ კი ლუდი და ალკოჰოლი ზოგადად ხო ძალიან კალორიულია 4-5 კილო მაგრამ ყველაზე დაბალკალორიულია მაგრამ სამაგერო საფუარი აქვს რა და ბევრსო და საფუარია და აი გაფუებს ეგრევე ეხა წარმოიდგინე შეიძლება 1 ჭიქა ლუდში უფრო ნაკლები კალორია იყოს ვიდრე 1 ჭიქა არახში მაგრამ ლუდს ვსვავ 50 3 litrს 4 litrს და მომინდა ეხა ვერ წაყვი ჩახრიალე ეხა სპეციალ დიდი ხანი მაგაზე ჩახრიალე რა კაი სასმელები მაქვს სივ ჩახრიალებული ლუდი კაფკაფა კაი სასმელები მაქვს რა მოკლედ ჩემი თავარი გამოწვევა არის რომ წონა და ანუ ჩემი თავი დავიბრუნო რა მარტო წონის დამარცხება არ არის იმდენამეში მაკომპლექსებს და რაღაცეები ბევრი კაი თემები წამოვა თავის ხო წამოვა აუცილებლად იმიტომ რომ განწყობაზეც და აი კარჩ ყველაფერზე მაგრა ხელს მიშლის რა და
მოკლედ მაგას მივხედავ ხო, მე აუცილებლად. ჩემი ის არის 2026-ში უნდა ვიყიდო მანქანა უეჭველი რა. აი უეჭველი. Ferrari? ხო, მაგიტომ მაგ რო გახსნეს მაგაზე ჩავითქვი ხავე რომ მეტი ბარემ Ferrari-ს ვიყიდი თქო. ბარემ თან ის hot cards დაუნთხუი ესე. ხო, მაგას ველოდებ ჯერ არ არის და 4 შაბათობით იქნება. ისე მართლა მაგარი რაღაცა გავაძრე, აუქციონი გააკეთეს, არ ვიტყვი კომპანიას. მამეთ ვიტყვი იქნებ. კაი ხანია ეგ არსებობს. არა, ეხა გააკეთეს, როგორ არის, იცი? 500 ლარს რიცხავ. ხო. და ის გაკ ბალანსი, მიდიხარ რომ დარეგისტრირდე უბრალოდ აუქციონზე. მიდიხარ და რაღაც ძალიან მაგარი კაი მანქანები, ოღონდ დახმარი მეორადი. ვიცი. შემოყავთ გადამოწყვებული იმენა თავიდან ბოლომდე. მოპარულები შემოყავთ. მოპარულები ტრუპი გდიაში. არა, მართლა კი, ჩვეულებრივი კაი მანქანები შემოდის და ძალიან დაბალი გარბენით, აი 70 მილი, 40 მილი. ეხა დღეს უყურებთ ვიდეოს, $15,000 იყიდა ტიპმა ახალი RAV4 60 ქონდა გარბენი. აუქციონის იმაზე რა. ხო. ძალიან მაგარია. მაგაზეც. ანუ და ეს ქართული ქართულია ადგილზე იმენა, აი. უნდა მიხვიდე. განა ვიღაცა ატყაპულებს, ადგილზე მიდიხარ, მანქანას ხედავ. ლაივ აუქციონი. ლაივ აუქციონში მიდიხარ. რაღაცა. რას ლაპარ? მე არ გამიგია ეგეთი. ვიღაცები ძალიან იაფათრეულობენ. ო, რა აქ არის ადგილზეა ის მანქანა, არაფერი ჩამოყვანა და რამე. როგორ ასე? შემოყავთ 500 ლარი ის რა. იქ კამად ვიღაცა ანუ მონაწილეები, ჩემნაირი ვიღაცა 10-20 კაცი ვისაც უნდა და 12400. ის გააქვს შენი ის რა და 700. წევრა. წამყვანია ჩვეულებრივად იქ დგას ნიკა გრიგოლია. ნიკა გრიგოლია, ხო. და მაგარი მანქანები იჩით კვირაში ერთხელ არის. ხო, 500 ლარი. ანუ ამ 500 ლარს რიცხავ იქ, თუ იყიდე მანქანა ის 500 ლარი გაკლდება. თუ არა და გავა. თუ არა და უკან გიბრუნებენ რა. გიბრუნებენ 500 ლარს? უბრალოდ შენ ეს ბეა რა, ბესავით არის რომ. დაჟე მე ანუ უფასო გამოდის. ვიფიქრე რომ 500 ლარი ანუ გეკარგე ვერ იყიდე გეკარგება. წესებში არის ეგრე რომ 500 ლარს რიცხავ, მიდიხარ, თუ არ იყიდე არაფერი არ მოგეწონა, უკან გიბრუნებენ 500 ლარს. თუ იყიდე, ის 500 ლარი აკლდება რა იმ მანქანას. მოკლედ შენ როგორც იყიდი მანქანას ეგ გავიგეთ რა. ხო, რომ რაღაცა რომ ნაღდი ტიპი მივიდეს რა, რომ ხალხი მივიდეს ნაღდად რა. ხო და ისე მომეწონა თვითონ პროცესს უყურე რა, ერთ 5 წუთიანი ვიდეო იყო და მაგრამ მეც უყურე, რამდენჯერმე უყურე. ხო და ისე გამისწორდა რომ ბიჭო რაღაცა ძალიან იაფად გაიყიდა. კაი მანქანებია თან. და რაც ყველაზე კიდე რა გეგმაო გახ 2026-ში? 2026-ში თავარი გეგმა ეგმა. თითო რა, თითო მთავარი. ერთს ვიტყვი რა, ყველაზე მთავარი ეგ მაქვს ეხლა და დანარჩენები ცოტა მეორე ხარისხოვანები. ვისი რა საქმეა და. ხო, ან ვისი რა საქმეა. შენ კიდე მინდა რომ 2026-ში მინიმუმ 1.6-7 თვე ფხიზელი ვიყო ისევ რა. ეგ მეც ხო რა. ანუ აი წონასთან მიმართებაში მეც შენ კიდე? კიდე მაქვს ეგ მუღამი რომ რაღაც ახალი ჩელენჯი მაქვს რა. ხო, მაგრამ ეგ არის 26 წლის შენთვის მთავარი გამოწვევა? თავარი არა, ეგ არ არის. თავარი რა არის? თავარი რა არის? 26-ში. ესე ერთი განყენებულად თავარი არ მაქვს. რამოდენი, ნუ რაღაც ჩემი ეს სადისტრიბუციო პირდო საქმიანობა. ჩხუბი, კაი, ჩხუბი. გავაფართო. ჩხუბისთვის 13 კილოს დაკლება მიწევს, მე მგონი, ან მიდლში 77 კილოგრამზე რო ჩამოვიდე 91 ვარ და ერთ წელიწადში, ანუ ჩემი წონიდან 13 კილო მე არა ბიჭო, ისეთი რაღაცები რო გააკეთო ჩხუბის წინ რო იკლებენ ხოლმე. ვერ გავაკეთებ. არა, შეიძლება თან შეჩემ ძალიან ის არის საზი. დამოუკიდებლად არ შეიძლება. ტიპები უნდა გყავდეს მაგას. მარტო წონით კლების შემთხვევაში ვერ ჩავთვლი ჩემს ამფეტამინის შველისო ძალიან მაგრად. ის სამოყვარულო ერთი ბრძოლა ჩავატარო რა, მაგრამ მეფედრონის შველისო ძალიან მაგრად. მაგრად შველის. თან მაგათ იმაზე მოყავ. კი, მოკლედ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გულწრფელად ჩვენთვის ეგ მოტივაციის ნაწილში ძალიან ბევრის მომცემია. ცოტათი დემოტივირებულები რო ვართ, გამომწერები რო ემატება, ეგრევე ვიხოდებით რა. დეპრესიისკენ წამევა ამგვარად. აჰა, აი სამი შეკითხვა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა, შენ 2026-ში ერთად შევხვდებით რა.